რომაელთა მიმართ. პავლე, იესო ქრისტეს მონა, მოწოდებული მოციქული, ამორჩეული ღვთის სახარებისათვის, რომელიც წინასწარ აღთქმული ჰქონდა თავის წინასწარმეტყველთა მიერ წმიდა წერილებში, თავის ძეზე, რომელიც დავითის თესლისგან იშვა ხორციელად, განწესებულზე ღვთის ძედ ძალაში სიწმიდის სულით, კტორეთით აღდგომისათვის ჩვენს უფალ იესო ქრისტეზე, რომლის მეოხებითაც მივიღეთ მადლი და მოციქულობა, რათა მისი სახელით დაუმორჩილოთ სარწმუნოებას ყველა წარმართი ხალხი, რომელთა შორის ხართ თქვენც, იესო ქრისტეს მიერ მოწოდებული. ყველას, ვინც რომში იმყოფებით, ღვთის საყვარლებს, მოწოდებულ წმიდებს, მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისაგან და უფალ იესო ქრისტესაგან. პირველად ჩემს ღმერთს ვმადლობ იესო ქრისტეს მეოხებით ყველა თქვენგანისათვის, რადგან თქვენი რწმენა იხარება მთელ წუთის სოფელში. ჩემი მოწმეა ღმერთი, რომელსაც ჩემი სულით ვემსახურები, მისი ძის სახარები, რომ განუწყვეტლივ გიხსენებთ თქვენ. მუდამ ვევედრები ჩემს ლოცვებში, რომ როდისმე გავბედნიერდე ღვთის ნებით თქვენთან მოსვლით. ვინაიდან ძალიან მსურს თქვენი ნახვა, რათა გიწილადოთ სულიერი ნიჭი თქვენს განსამტკიცებლად. ესე იგი, თქვენთან ერთად ვინუგეშო ერთიანი რწმენით, რომელიც თქვენიც არის და ჩემიც. მინდა იცოდეთ, ძმებო, რომ მრავალჯერ განმიზრახავს თქვენთან მოსვლა, მაგრამ აქამდე ვყოლდებოდი, რათა თქვენშიც მქონოდა რაიმე ნაყოფი, როგორც დანარჩენ წარმართებში. ბერძენთა და ბარბაროსთა, ბრძენთა და უგუნურთა მოვალე ვარ. ამიტომ, რაც მე მეხება, მზად ვარ გახაროთ თქვენც, რომში მყოფთ. ვინაიდან მე არ მრცხვენია სახარებისა, რადგან ღვთის ძალაა იგი ყოველი მორწმუნის სახსნელად, ჯერ იუდეველისა და მერე წარმართისაც. მასში ცხადდება ღვთის სიმართლე რწმენიდან რწმენაში, როგორც წერია, მართალი იცოცხლებს რწმენით. ვინაიდან ცხადდება ზეციდან ღვთის რისხვა ადამიანთა ყოველგვარ უღმერთობასა და უსამართლობაზე, უსამართლობით რომ აბრკოლებენ ჭეშმარიტებას. იმიტომ რომ ცხადია მათთვის, რაც ღმერთზე შეიძლება იცოდნენ, ვინაიდან ღმერთმა განუცხადა მათ. ვინაიდან მისი უხილავი, მისი მარადიული ძალა და ღვთაება წუთისოფლის დასაბამიდან ქმნილებათა ხილვით შეიცნობა. ასე რომ მათ პატიება არ აქვთ, რადგან შეიცნეს ღმერთი და არ ადიდეს, როგორც ღმერთი. არც მადლობდნენ, არამედ ამაო გახდა მათი გონიერება და დაუბნელდათ უმეცარი გული. თავიანთ თავს ბრძენთ უწოდებენ და გამოსულელდნენ. და უხრწნადი ღვთის დიდება გაცვალეს ხრწნადი ადამიანის, ფრინველთა, ოთხფეხთა და ქვეწარმავალთა ხატების მსგავსებაში. ამიტომ გადასცა ისინი ღმერთმა უწმიდურებას მათი გულის თქმებით, რათა თავად შეებილწათ თავიანთი სხეულები, რომელთაც ღვთის ჭეშმარიტება შეცვალეს სიცრუით, თაყვანს სცემდნენ და ემსახურებოდნენ ქმნილებას ნაცვლად შემოქმედისა, რომელიც კურთხეულია უკუნისამდე. ამინ. ამიტომ გადასცა ისინი ღმერთმა სამარცხვინო ვნებებს, რადგან მათმა ქალებმაც ბუნებრივი წესი შეცვალეს ბუნების საწინააღმდეგოდ. ასევე მამაკაცებმაც მიატოვეს ქალის ბუნებრივი წესი და გახურდნენ ავხორცობით ერთი მეორის მიმართ. მამაკაცი მამაკაცთან შადიოდა სამარცხვინოს და მიიღეს საკადრისი საზღაური თავიანთი ცდუნებისათვის. და რა კი არ ცდილობდნენ ცოდნით ჰყოლოდათ ღმერთი. ღმერთმა ისინი გადასცა უკუღმართ გონებას და უწესებლის საკეთებლად. აღსილნი არიან ყოველგვარი უსამართლობით, ბოროტებით, ანგარებითა და სიავით, სავსენი შურით, კვლელობით, შუღლით, ვერაგობით, უზნეობითა და მაფესხრობით. ცილის მწამებელნი, ღვთისმოძულენი, შეურაც მყოფელნი, ამპარტავანი, მკვეხარნი, ბოროტ გამზრახველნი, მშობლების ურჩნი, უგუნურნი, ვერაგნი, მიუნდობელნი, უყვარულნი და ულმობელნი. იციან მათ ღვთის სამართალი, რომ ამის მოქმედნის სიკვდილს იმსახურებენ, მაგრამ არა მარტო აკეთებენ ამას, არამედ გამკეთებელსაც კვერს უკრავენ. ამიტომ თავს ვერ გაიმართლებ შენ, ადამიანო, ყოვლის განკითხველო, რადგან რის გამოც სხვას განიკითხავ, შენს თავს სდებ მსჯავრს, ვინაიდან სხვისა განკითხველი იმასვე სჩადიხარ. ჩვენ კი ვიცით, რომ ჭეშმარიტების მიხედვით არის ღვთის სამსჯავრო ამის ჩამდენთათვის. შენ კი ადამიანო, რომელიც განიკითხავ ამის ჩამდენს,
და თვითონ იმას ვიაკეთებ. ნუ თუ გონია თავი დააღწიო ღვთის სამსჯავროს. თუ უგულებელყოფ მისი სახიერების, თავშეკავებისა და სულგრძელობის სიმდიდრეს და ვერ შეგიგნია რომ ღვთის სახიერებას მონანიებისაკენ მიხავხარ. ხოლო შენი სიჯუტი და მოუნანიებელი გულით შენ თვითონ იხვეჭ რისხვას, ღვთის რისხვის და მისი მართლმსაჯულების გამოცხადების დღეს, რომელიც ყოველს თავისი საქმეების მიხედვით მიუძღავს. მათ, ვინც კეთილის საქმის გამოდმებული კეთებით ეძებს დიდებას, პატივსა და უხრწნელობას საუკუნო სიცოცხლეს. ხოლო მათ, ვინც ჯიუტობს და ჭეშმარიტებას კი არ ემორჩილება, არამედ უსამართლობას, რისხვასა და გულის წყრომას. ჭირი და შევიწროება ყოველი ადამიანის სულზე, ვინც ბოროტს ჩადის. იუდეველს ჯერ და ბერძენსაც. ხოლო დიდება, პატივი და მშვიდობა ყოველს სიკეთის ჩამდენს. იუდეველს ჯერ და ბერძენსაც. რადგან ღმერთთან არ არსებობს მიკერძოება. ისინი, ვინც რჯულის გარეშე შესწოდეს, რჯულის გარეშე დაიღუპებიან. ხოლო ისინი, ვინც რჯულით შესწოდეს, რჯულით განიკითხებიან. იმიტომ რომ რჯულის მსმენელნი კი არ არიან მართალნი ღმერთთან, არამედ რჯულის შემსრულებელნი გამართულებიან. ვინაიდან როცა წარმართნი, რომელთაც რჯული არ გააჩნიათ, ბუნებით რჯულის მიერს აკეთებენ, თუმცა რჯული არ აქვთ, თავიანთი თავის რჯული არიან. ისინი აჩვენებენ, რომ რჯულის საქმე გულებში უწერიათ, რასაც მოწმობს მათი სინდისი და აზრები. ხან ბრალს რომ სდებენ ერთი მეორეს და ხან ამართლებენ. იმ დღეს, როცა ჩემი სახარების მიხედვით ღმერთი განიკითხავს ადამიანთა დაფარულ ფიქრებს იესო ქრისტეთი. აჰა, შენ ქვია იუდეველი და დანდობილი ხარ რჯულზე და იკვეხნი ღმერთით. იცი მისი ნება, არჩე უკეთეს, ვინაიდან რჯულიდან გისწავლია და დარწმუნებული ხარ, რომ რმების მეგზური და ნათელი ხარ ბნელში მყოფთათვის. უგუნურთა დამრიგებელი და ჩვილთა მოძღვარი და გაქვს ცოდნისა და ჭეშმარიტების სახება რჯულში. როგორა სხვებს რომ ასწავლი და საკუთარ თავს კი არ ასწავლი. ქადაგებ არ მოიპარაო და იპარავ. ამბობ არ იმრუშაო და მრუშობ. კერპები გეზიზღება და მაინც მკრეხელობ. რჯულით იკვეხნი და რჯულის დარღვევით ღმერთს შეურაცხყოფ. რადგან თქვენი გულისათვის, როგორც წერია, ღვთის სახელი იგმობა წარმართებში. ვინაიდან წინადაცვეთა სასარგებლოა თუ რჯულს აღასრულებ. ხოლო თუ რჯულის დამრღვევი ხარ, შენი წინადაცვეთა წინა დაუცვეთლობად იქცა. მაშ თუ წინა დაუცვეთელი იცავს რჯულის წესებს, განამისი წინა დაუცვეთლობა წინადაცვეთად არ ჩაითვლება? ბუნებით წინა დაუცვეთელი, მაგრამ რჯულის დამცველი განგიკითხავს შენ, შენი წერილითა და წინადაცვეთით რჯულის დამრღვევს. ვინაიდან იუდეველის კი არ არის, ვინც გარეგნულა და ასე, და არც წინადაცვეთილობაა ის, რაც გარეგნულა და ხორცზე. არამედ იუდეველია ის, ვინც დაფარულად არის, და წინადაცვეთილობაა ის, რაც გულით არის, სულში და არა ასოში. მისი ქებაც კაცთაგან კი არა, ღვთისგანაა. აბა რა არის იუდეველის უპირატესობა ან წინადაცვეთილობის სარგებლობა? დიდია უპირატესობა ყოველნაირად. პირველ ყოვლისა მათ აქვთ მინდობილი ღვთის სიტყვები. თორემ რა, თუ ზოგიერთებს არ სწამდა განა მათი ურწმუნოება გააბათილებს ღვთის სარწმუნოებას. არამც და არამც, ღმერთია ჭეშმარიტი და ყოველი ადამიანი ცრუ, როგორც წერია, რათა გამართლდეს შენ სიტყვებში, გაიმარჯვოს შენი განკითხვისას. ხოლო თუ ჩვენი უსამართლობა გამოაჩენს ღვთის სიმართლეს, რაღა გვეთქმის? განა უსამართლოა ღმერთი, რომელიც მოავლენს რისხვას. ვლაპარაკობ ადამიანურად. არამც და არამც, სხვაგვარად როგორღა განიკითხოს ღმერთმა წუთისოფელი. ვინაიდან თუ ჩემი სიცრუით გამრავლდა მისადიდებლად ღვთის ჭეშმარიტება, რაღაც განვიკითხო როგორც სოდვილი. მას ხომ არ ვაკეთოთ ბოროტი და კეთილი გამოვიდეს. როგორც ზოგიერთები ავსიტყვობენ ჩვენზე და ამბობენ, თითქოს ასე ვასწავლიდეთ. სამართლიანია განკითხვა ასეთებზე. მაშ რა, გვაქვს განაუპირატესობა? არავითარი, რადგან უკვე გამსაჯეთ, რომ იუდეველებიც და ბერძნებიც ცოდვის ქვეშ არიან.
როგორც წერია, არავინ არის მართალი, არავინ არის გონიერი, არავინ ეძებს ღმერთს. ყველანი გზას ასწდნენ, აღარავინ გამოდგება. არ არის სიკეთის მქნელი, არ არის არავინ. მათი ხორხი ღია სამარეა, ენები ცრუობენ, მათ ბაგეებზე ასპიდის გესლია. მათი პირი წყევლით და გესლით არის სავსე. მათი ფეხები სწრაფია სისხლის დასაყრელად. გრევა და უბედურებაა მათ გზებზე და მშვიდობის გზა არ იციან. ღვთის შიში არ არის მათ თვალწინ. ხოლო ჩვენ ვიცით, რომ რასაც რჯული ამბობს, რჯულის ქვეშ მყოფთათვის ამბობს, რათა დაიხშოს ყოველი ბაგე და მთელი წუთი სოფელი ბრალდებული გახდეს ღვთის წინაშე. იმიტომ, რომ რჯულის საქმეებით ვერავით არის ხორციელი ვერ გამართლდება მის წინაშე, ვინაიდან რჯულით შეიცნობა ცოდვა. ხოლო ახლა რჯულისგან დამოუკიდებლად გამოჩნდა ღვთის სიმართლე, რომელსაც მოწმობენ რჯული და წინასწარმეტყველნი. ღვთის სიმართლე კი იესო ქრისტეს რწმენით ყველა მორწმუნესადმი, ვინაიდან არ არის განსხვავება, ვინაიდან ყველამ შესწოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას და უსასყიდლოდ მართლდებიან მისი მადლით, ქრისტე იესოში გამოსყიდვით, რომელიც წინ და წინ დააყენა ღმერთმა შენდობის მსხვერპლად რწმენის მეშვეობით, მისსავე სისხლში, რათა უწინ ჩადენილ ცოდვათა მიტევების მეოხებით გამოჩენილიყო მისი სიმართლე ღვთის სულ გრძელობაში. რომ ამჟამად გამომზაურებულიყო მისი სიმართლე, რათა იგი იყოს მართალი და იესოს მორწმუნეთა გამმართლებელი. სადღაა დასაკვეხნი? აღარ არსებობს. რომელი რჯულით? საქმეთა რჯულით? არა, არამედ რწმენის რჯულით. რადგან მიგვაჩნია, რომ რწმენით მართლდება კაცი რჯულის საქმეთაგან დამოუკიდებლად. განა ღმერთი მარტო იუდეველთა ღმერთია? განა წარმართებისაც არა? დიახ, წარმართებისაც არის. ვინაიდან ერთია ღმერთი, რომელიც ამართლებს წინადაცვეთილებს რწმენის გამო და წინა დაუცვეთლებს რწმენით. მას ჩვენ რწმენით ვაბათილებთ რჯულს, არამც და არამც, არამედ განვამტკიცებთ რჯულს. რა ვთქვათ? აბრაამმა ჩვენმა წინაპარმა ხორციელად მოიპოვა რაიმე? თუ საქმეებით გამართლდა აბრაამი, დიდება მას, ოღონდ არა ღვთის წინაშე. ვინაიდან რას ამბობს წერილი? ერწმუნა აბრაამი ღმერთს და ეს სიმართლედ ჩაეთვალა მას. გამკეთებელს საზღვაური ჩაეთვალება არა მადლის, არამედ მოვალეობის მიხედვით. ოღონდ არა გამკეთებელს, არამედ რომელსაც სწამს იგი. ვინც ამართლებს უკეთურს, თავისი რწმენა ჩაეთვალება სიმართლედ. ასევე დავითიც ნეტარს უწოდებს ადამიანს, რომელსაც ღმერთის სიმართლეს უთვლის საქმეთაგან დამოუკიდებლად. ნეტარ არიან, ვისი ურჯულოებანიც მიტევებულია და ცოდვებით დაფარული. ნეტარ არის კაცი, რომელსაც უფალი არ ჩაუთვლის ცოდვას. მას ეს ნეტარება წინა დაცვეთაზეა თუ წინა დაუცვეთლობაზეც. ჩვენ ხომ ამბობთ, რომ აბრაამს რწმენა ჩაეთვალა სიმართლედ. როდის ჩაეთვალა? წინა დაცვეთილს თუ წინა დაუცვეთელს? არა წინა დაცვეთილს, არამედ წინა დაუცვეთელს. ხოლო წინა დაცვეთის ნიშანი მიიღო როგორც ბეჭედი რწმენით გამართლებისა, რომელიც წინა დაუცვეთლობისას ჰქონდა, რომ გამხდარიყო ყველა წინა დაუცვეთელი მორწმუნის მამა, რათა მათაც ჩათვლოდათ სიმართლედ. ასევე წინა დაცვეთილთა მამა, ოღონდ არა მარტო წინა დაცვეთილთა, არამედ მათიც, ვინც მიჰყვება ჩვენი მამის აბრაამის რწმენის კვალს, რაც ჯერ კიდევ წინა დაუცვეთლობისას ჰქონდა. ვინაიდან აბრაამს და მის თესლს არა რჯულით, არამედ რწმენის სიმართლით მიეცა აღთქმა ყოფილიყო წუთი სოფლის მემკვიდრე. თუ რჯულისაგანნი არიან მემკვიდრენი, რწმენა ამაოა და აღთქმა უსარგებლო. ვინაიდან რჯული წარმოქმნის რისხვას, რადგან სადაც რჯული არ არის, იქ არც დანაშაულია. მას რწმენით, რომ ყოფილიყო მადლით, რათა აღთქმა მტკიცე იყოს მთელი თესლისათვის, არა მარტო რჯულით თესლისთვის, არამედ რწმენით აბრაამის თესლისათვისაც, ვინც ყველა ჩვენგანის მამაა. როგორც წერია, მე და გაყენე მრავალი ერის მამად, ღვთის წინაშე, რომელსაც იგი ერწმუნა ღმერთს, რომელიც მკვდრებს აცოცხლებს და არ ყოფილს ყოფად მოუწოდებს. რომელიც უიმედობაში ერწმუნა იმედით, რათა გამხდარიყო იგი მრავალი ერის მამა, როგორც ნათქვამია, ასე იქნება შენი თესლი. არ შესუსტებია რწმენა, როცა ხედავდა, რომ მისი სხეული თითქმის 100 წლისა უკვე ჩაკვდა, ხოლო სარას საშო მკვდარი იყო. მაგრამ იგი არ დაეჭვებულა ღვთის აღთქმაში ურწმუნობით, არამედ გამტკიცდა რწმენით და დიდება უძღვნა ღმერთს.
და გულდაჯერებული იყო, რომ ის, ვინც აღუთქვა, შესრულებასაც შესძლებდა. ამიტომაც ჩაეთვალა მას სიმართლედ და არა მარტო მისი გულისათვის არის დაწერილი, რომ ჩაეთვალა მას, არამედ ჩვენი გულისთვისაც. ჩაგვეთვლება ჩვენც იმის მორწმუნეებს, ვინც მკვდრეთით აღადგინა ჩვენი უფალი იესო, რომელიც მიეცა ჩვენი ცოდებისათვის და აღდგა ჩვენ და გამართლებად. მაშასადამე რაკილწმენით გავმართლდით, შვიდობა გვაქვს ღმერთთან, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ, რომლის მეშვეობითაც რწმენით მოვიპოვეთ მისადგომი ამ მადლთან, რომელშიც ვდგავართ და ვიქადით ღვთის დიდების იმედით, და არა მარტო ამით, არამედ ჭირითაც ვიქადით, რადგან ვიცით, რომ ჭირი შეიქმს მოთმინებას, მოთმინება სიმტკიცეს, სიმტკიცე იმედს, ხოლო იმედი არ არის შემარცხვენელი. ვინაიდან ღვთის სიყვარული ჩაგვესახა გულებში, სული წმიდის საშუალებით, რომელიც მოგვეცა ჩვენ. ვინაიდან ქრისტე, როცა ჯერ კიდევ უძლური ვიყავით, დროულად მოკვდა უკეთურთათვის. ძნელად თუ ვინმე მოკვდება მართლისათვის, ხოლო კეთილთათვის შესაძლოა ვინმემ კიდევ გაბედოს სიკვდილი. მაგრამ ღმერთი თავის სიყვარულს ჩვენ დამიამტკიცებს იმით, რომ ქრისტე მოკვდა ჩვენთვის, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით. ახლა კი, როცა მისი სისხლით გავმართლდით, მით უფრო გადავურჩებით მისით რისხვას. ვინაიდან თუ მისი ძის სიკვდილით შეურიგდით ღმერთს, როცა მტრები ვიყავით, მით უმეტეს შერიგებულნი გადავრჩებით მისი სიცოცხლით. უფრო მეტიც, ვიქადით ღმერთით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მეშვეობით, რომლის წყალობითაც მივიღეთ ახლა შერიგება. ამიტომ როგორც ერთი ადამიანის მიერ ცოდვა შემოვიდა წუთისოფელში, ხოლო ცოდვის მიერ სიკვდილი, ასევე სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში, რადგან ყველამ შესწოდა. ვინაიდან რჯულამდეც იყო ცოდვა წუთისოფელში, მაგრამ თუ რჯული არ არის, ცოდვა არ ითვლება. მაგრამ სიკვდილი სუფევდა ადამიანიდან მოსემდე მათზეც, რომელსაც არ შეუცოდათ, როგორც შესწოდა ადამიანმა, რომელიც მომავლის სახეა. მაგრამ მადლი არაა დანაშაულივით, რადგან თუ ერთის დანაშაულით მრავალი გაწყდა, მით უმეტეს ბევრად ჭარბობს მრავალთა მიმართ ღვთის მადლი და ნიჭი ერთი კაცის, იესო ქრისტეს მადლით. ხოლო ნიჭიც იგივე არ არის, რაც შედეგი ერთი შემცოდებლისაგან, ვინაიდან მსჯავრი ერთისაგან გამოდის განსაკითხავად. ნიჭი მადლისაკი მრავალი დანაშაულის გასამართლებლად. ვინაიდან თუ ერთის დანაშაულით სიკვდილი სუფევდა ერთის მიერ, მით უმეტეს ისინი, რომლებიც უხვად მიიღებენ მადლს და სიმართლის ნიჭს, იმეფებენ ცხოვრებაში ერთის, იესო ქრისტეს მეშვეობით. ამრიგად თუ ერთის დანაშაულით ყველა ადამიანს დაედო მსჯავრი, ასევე ერთის სიმართლით ყველა ადამიანი გამართლდება სასიცოცხლოდ. ვინაიდან როგორც ერთი კაცის ურჩობით ბევრი გახდა ცოდვილი, ასევე ერთის მორჩილებით ბევრი გახდება მართალი. რჯული კი შემდეგ შემოვიდა, რათა გამრავლებულიყო დანაშაული, ხოლო სადაც ცოდვა გამრავლდა, უფრო გაუხვდა მადლი. რათა როგორც ცოდვა მეფობდა სიკვდილით, ასევე მადლს ემეფა სიმართლის მეოხებით მარადიული სიცოცხლისათვის ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ. რაღა ვთქვათ, დავრჩეთ ცოდვაში, რათა მადლი გამრავლდეს. არამც და არამც, ჩვენ რომელნიც მოუკვდით ცოდვას, როგორ გავიცხოვროთ მასში. ნუ თუ არ იცით, რომ ყველანი, ვინც მოვინათლეთ ქრისტე იესოში, მის სიკვდილში მოვინათლეთ. ამიტომ დავიმარხეთ მასთან სიკვდილში ნათლისღებით, რათა როგორც მამის დიდებით მკვდრეთით აღდგა ქრისტე, ჩვენც ვიაროთ სიცოცხლის განახლებით. ვინაიდან თუ დავენერგეთს მას სიკვდილის მსგავსებაში, ასევე ვიქნებით მისი აღდგომისას. რადგან ვიცით, რომ მასთან ერთად ჯვარს ეცვა ჩვენი ძველი კაცი, რათა გაუქმდეს ცოდვის სხეული და აღარ ვიყოთ ცოდვის მონები. ვინაიდან ვინც მოკვდა, ცოდვისაგან თავისუფალია. და თუ ჩვენ ქრისტესთან დავიხოცენით, გვწამს, რომ მასთან ვიცოცხლებთ კიდეც. რადგან ვიცით, რომ მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე აღარ კვდება და სიკვდილი აღარ უფლობს მასზე. ვინაიდან ის რომ მოკვდა, ცოდვისათვის მოკვდა ერთხელ, ხოლო რომ ცოცხლობს, ღვთისათვის ცოცხლობს. თქვენც ასევე ჩათვალეთ თქვენი თავი ცოდვისათვის მკვდრებად და ღვთისათვის ცოცხლებად ქრისტე იესოში. მაშინ ნუ იმეფებს ცოდვა თქვენს მოკვდავ სხეულში მის გულის თქმათა მორჩილებად, ნუც მისცემთ თქვენს ასოებს ცოდვას უსამართლობის იარაღად, არამედ მიართვით ღმერთს თქვენი თავი, როგორც მკვდრეთით გაცოცხლებულნი და თქვენი ასოები სიმართლის იარაღად ღმერთს. ვინაიდან ცოდვა ვეღარ იმეფებს თქვენზე, რადგან თქვენ რჯულის ქვეშ კი არა, მადლის ქვეშ ხართ. მაშახლა რა? ხომ არ ვცოდოთ,
რა კი რჯულის ქვეშ კი არა, მადლის ქვეშ ვართ. არამც და არამც. თუ არ იცით, რომ ვისაც თქვენს თავს მისცემთ მონებად მორჩილებისათვის, მისი მონები ხართ, ვისაც დაემორჩილებით, ან ცოდვისა სასიკვდილოდ, ან მორჩილებისა სიმართლისათვის. ხოლო მადლობა ღმერთს, რომ თქვენ ადრე ცოდვის მონები შემდგომ გული დაემორჩილეთ იმ სახის მოძღვრებას, რომელსაც თქვენი თავი გადაეცით. გათავისუფლდით რა ცოდვისაგან სიმართლის მონები გახდით. ადამიანურად ვამბობ თქვენი ხორცის უძლურების გამო, როგორც გადასცემდით თქვენს ასოებს მონებად უწმინდურობას და ურჯულოებას ურჯულოებისათვის, ასევე ახლა გადაეცით თქვენი ასოები მონებად სიმართლეს, განსაწმენდელად. რადგან როცა ცოდვის მონები იყავით, მაშინ თავისუფალნი იყავით სიმართლისაგან. აბა რა ნაყოფი გქონდათ მაშინ, საქმეები, რომელთა გამო ახლა გრცხვენიათ, ვინაიდან მათი ბოლო სიკვდილია. ახლა კი, როცა თავისუფლები ხართ ცოდვისაგან და ღვთის მონები გახდით, თქვენი ნაყოფი სიწმიდეა, ხოლო ბოლო მარადიული სიცოცხლე. ვინაიდან ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო ღვთის მადლი მარადიული სიცოცხლე ჩვენ სუფალში, ქრისტე იესოში. ანდა განარიცით ძმებო, რადგან რჯულის მცოდნეებს ველაპარაკები, რომ რჯული მეფობს ადამიანზე, ვიდრე ის ცოცხალია. რადგან ქმრიანი დედაკაცი რჯულით დაკავშირებულია ცოცხალ ქმართან. ხოლო თუ ქმარი მოკვდება, თავისუფალია ქმრის რჯულისაგან. ამიტომ, თუ ქმრის სიცოცხლეში სხვა ქმრისა გახდება, რუში ეწოდება, ხოლო თუ ქმარი მოკვდება, რჯულისაგან თავისუფალია და სხვა კაცისად გახდომა მრუშობად არ ჩაეთვლება. ამრიგად, ჩემო ძმებო, თქვენც რჯულისათვის დაიხოცენით ქრისტეს სხეულით, რომ მეკუთვნოდეთ სხვას, გვდრეთით აღდგარს, რათა ნაყოფი მოუტანოთ ღმერთს. ვინაიდან როცა ხორცში ვიყავით, რჯულის მიერ ცოდვის ვნებანი მოქმედებდნენ ჩვენს ასოებში, რომ სიკვდილის ნაყოფი გამოგვეღო. ახლა კი რჯულისათვის მკვდრები გავთავისუფლდეთ მისგან, რითაც შეპყრობილნი ვიყავით, რათა ვემსახუროთ ღმერთს განახლებული სულით და არა დაძველებული ასოთი. მაშ რაღაც ვიტყვით? თუ რჯული ცოდვაა, არამც და არამც. ოღონდ სხვანაირად არ შემიცვნია ცოდვა, თუ არა რჯულის მეოხებით, ვინაიდან ვერც გულის თქმა შევიცნობდი, რჯულს რომ არ ეთქვა, არ ისურვო. ხოლო ცოდვა მცნებიდან აიღო სავაბი და ჩემში წარმოქმნა ყოველგვარი სურვილი, ვინაიდან ცოდვა რჯულის გარეშე მკვდარია, ხოლო მე ოდესღაც ვცხოვრობდი რჯულის გარეშე და როცა მცნება მოვიდა, ცოდვა გაცოცხლდა. მე კი მოვკვდი, ხოლო მცნება, რომელიც მოცემული იყო სასიცოცხლოდ, სასიკვდილო გამოდგა ჩემთვის. რადგან ცოდვა მცნებისგან აიღო სავაბი, მათ უნდა მომკლა მისი მეშვეობით. ამრიგად რჯული წმიდაა, ცნება წმიდაა, მართალი და კეთილი. თუ სიკეთე სიკვდილად მეკცა, არამც და არამც, მაგრამ ცოდვა იმიტომ აღმოჩნდა ცოდვად, რომ კეთილის მეშვეობით მოაქვს ჩემთვის სიკვდილი, რათა ცოდვა მეტისმეტად ცოდვილი იყოს მცნების მეშვეობით. რადგან ვიცით, რომ რჯული სულიერია, მე კი ხორციელი, ცოდვისადმი მიყიდული. ვინაიდან რას ვაკეთებ არ ვიცი. იმიტომ რომ იმას არ ვაკეთებ, რაც მსურს, არამედ რაც მძულს, იმას ვაკეთებ. ხოლო თუ იმას ვაკეთებ, რაც არ მსურს, ვეთანხმები რჯულს, რომ ის კეთილია. მაშასადამე მე კი აღარ ვაკეთებ ამას, არამედ ცოდვა, რომელიც ჩემში იმყოფება. ვინაიდან ვიცი, რომ ჩემში, ესე იგი ჩემს სხეულში, არ იმყოფება კეთილი. ასე რომ სურვილი არის ჩემში, მაგრამ კეთილის კეთება არა. ვინაიდან არ ვაკეთებ კეთილს, რომელიც მსურს, არამედ ვაკეთებ ბოროტს, რომელიც არ მსურს. ხოლო თუ იმას ვაკეთებ, რაც არ მსურს, მე კი არ ვაკეთებ, არამედ ცოდვა, რომელიც ჩემშია დამკვიდრებული. ამრიგად ვპოულობ ამ რჯულს. კეთილის გაკეთება მსურს და ბოროტი გვერდით მიწევს. ვინაიდან შინაგანი ადამიანის მიხედვით მე ამება ღვთის რჯული, მაგრამ ჩემს ასოებში მე ვხედავ სხვა რჯულს, რომელიც წინააღმდეგობას უწევს ჩემი გონების რჯულს და მხდის ჩემს ასოებში მყოფი ცოდვის რჯულის ტყვედ. უბადრუკი ადამიანი ვარ, ვინ დამიხსნის ამ სიკვდილის სხეულისაგან. მადლობ ღმერთს, ჩვენი უფლის, ქრისტე იესოს მიერ. აჰა, მე თავად ჩემი გონებით ღვთის რჯულს ვემონები, ხოლო სხეულით ცოდვის რჯულს. ამიტომ ახლა არავითარი მსჯავრი არ არის მათზე, რომლებიც ქრისტე იესოში ცხოვრობენ, არა ხორციელად, არამედ სულიერად.
რადგან სიცოცხლის სულის რჯულმა ქრისტე იესოში გამათავისუფლა მეცოდვისა და სიკვდილის რჯულისაგან. ვინაიდან რაკი ვერა შეძლო ხორცის მიერ დაუძლურებულმა რჯულმა, ღმერთმა მოავლინა თავისი ძე ცოდვილი ხორცის მსგავსებაში და ცოდვის გამო მშავრი დასდო ცოდვას ხორცში. რათა აღსრულდეს რჯულის სიმართლე ჩვენში, რომლებიც ვცხოვრობთ არა ხორციელად, არამედ სულიერად. ვინაიდან ისინი, რომლებიც ხორციელად არიან, ხორციელზე ფიქრობენ, ხოლო რომლებიც სულიერად არიან, სულიერზე. რადგან ხორციელი ფიქრები სიკვდილია, ხოლო სულიერი ფიქრები სიცოცხლე და მშვიდობა. იმიტომ რომ ხორციელი ფიქრები ღვთისმტრობაა, ვინაიდან არ ემორჩილება ღვთის რჯულს და არც შეუძლია. ამიტომ მათ, რომელნიც ხორციელად ცხოვრობენ, არ ძალუც დაამონ ღმერთს. თქვენ კი ცხოვრობთ არა ხორციელად, არამედ სულიერად. თუ კი ღვთის სული ცხოვრობს თქვენში, ხოლო ვისაც ქრისტეს სული არ აქვს, ის მისი არ არის. და თუ ქრისტე თქვენშია, სხეული მკვდარია ცოდვისათვის, ხოლო სული ცოცხალია სიმართლისათვის. ხოლო თუ თქვენში იმყოფება მისი სული, ვინც მკვდრეთით აღადგინა იესო, მაშინ ის, ვინც ქრისტე იესო აღადგინა მკვდრეთით, თქვენს მოკვდავ სხეულებსაც გააცოცხლებს თავისი სულით, რომელიც თქვენშია დამკვიდრებული. ამიტომ ძმებო, ჩვენ ხორცის მოვალენი არა ვართ, რომ ხორციელად ვიცხოვროთ. ვინაიდან თუ ხორციელად ცხოვრობთ, სიკვდილი არ აგწდებათ, ხოლო თუ სულით აკდინებთ ხორციელ საქმეებს, იცოცხლებთ. რადგან ისინი, ვინც ღვთის სულით წარიმართებიან, ღვთის შვილები არიან. ვინაიდან არ მიგიღიათ მონობის სული, რათა კვლავშიშით იყოთ, არამედ მიღებული გაქვთ შვილობის სული, რომლითაც ვღაღადებთ აბა მამაო. სწორედ ეს სული ემოწმება ჩვენს სულს, რომ ღვთის შვილები ვართ. ხოლო თუ შვილები, მემკვიდრენიც, ღვთის მემკვიდრენი და ქრისტეს თანამემკვიდრენი. თუ სინამდვილეში მასთან ერთად ვიტანჯებით, რათა მასთან ერთად ვადიდოთ კიდეც. ვინაიდან ვფიქრობ, რომ ახლანდელი ტანჯვანი არაფერია იმ დიდებასთან შედარებით, რომელიც გამოვლინდება ჩვენს მიმართ. ვინაიდან ქმნილება იმედით მოელის ღვთის შვილთა გამოცხადებას. რადგან ქმნილება თავისინებით კი არ დაემორჩილა ამაოებას, არამედ მისი დამმორჩილებლის მიერ სასოებით. რომ თვით ქმნილებაც გათავისუფლდება ხრწნილების მონობისაგან ღვთის შვილთა დიდების თავისუფლებისათვის. ვინაიდან ვიცით, რომ მთელი ქმნილება ერთად კვნესის და იტანჯება აქამდე. და არა მარტო ის, არამედ ჩვენც, რომელთაც სულის პირველი ნაყოფები გვაქვს. ჩვენ თვითონაც კვნესით ჩვენს თავში. მოველით რა შველებას და ჩვენი სხეულის გამოწყიტვას. ვინაიდან სასოებით ვიქენით დახსნილნი, ხოლო ხილული სასოება არ არის სასოება. ვინაიდან თუ კი ხედავს კაცი, რაღაც ესავს. ხოლო თუ იმის სასოება გვაქვს, რასაც ვერ ვხედავთ, მოთმინებით მოველით მას. ასევე სულიც გვეხმარება ჩვენს უძლურებაში, ვინაიდან არ ვიცით რისთვის ვილოცოთ, როგორ შეეფერება, არამედ თვით სული შუამდგომლობს ჩვენთვის გამოუთქმელი ოხრით. ხოლო გულთამხილავმა იცის რა არის სულის სწრახვა, იმიტომ რომ იგი ღვთის ნებით შუამდგომლობს წმიდათათვის. ჩვენ კი ვიცით, რომ ღვთის მოყვარულებს, მისი განზრახვით მოწოდებულებს ყოველივე ეწევა სასიკეთო. ვინაიდან რომელნიც წინასწარ იცნო, მათ წინასწარვე განუსაზღვრა თავისი ძის ხატების მსგავსად ყოფნა, რათა იყოს იგი პირმშრომ მრავალ ძმას შორის. ხოლო ვისაც განუსაზღვრა, მათ მოუწოდა კიდეც და ვისაც მოუწოდა, ისინი გაამართლა კიდეც და ვინც გაამართლა, ისინი განადიდა კიდეც. ამაზე რა გავთქვათ, თუ ღმერთი ჩვენთვის არის, ვინ გამოვა ჩვენს წინააღმდეგ? ის, ვინც თავისი საკუთარი ძე არ დაინდო, არამედ გასწირა ჩვენთვის, განამასთან ერთად ყოველივეს არ გვაჩუქებს? ვინ გაამტყუნებს ღვთის რჩეულებს? ღმერთია გამმართლებელი. ვინ დასდებს მსჯავრს? ქრისტე იესო, რომელიც მოკვდა და მეტიც, რომელიც აღდგა მკვდრეთით, ღვთის მარჯვნივ არის და ის შუამდგომლობს ჩვენთვის. ვინ ჩამოგვაშორებს ქრისტეს სიყვარულს? ჭირი თუ შევიწროვება, დევნა თუ შიმშილი, სიშიშვლე თუ საფრთხე, ან დამახვილი. როგორც წერია, რადგან შენს გამო გხოცავენ ყოველ დღე, დასაკლავ ცხრებად ვართ შერაცხილნი. მაგრამ ყოველივე ამას ვძლევთ ჩვენი სიყვარულის მეშვეობით და მწამს, რომ ვერც სიკვდილი და ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზები და ვერც მთავრობანი, ვერც ძალნი, ვერც აწმყო და ვერც მყოფანი, ვერც სიმაღლე და ვერც სიღრმე,
ვერც ვერავით არის სხვა ქმნილება ვერ შეძლებს ჩვენს ჩამოშორებას ღვთის სიყვარულისაგან ჩვენს უფალ ქრისტე იესოში. ჭეშმარიტებას ვლაპარაკობ ქრისტეში, არ ავცრობ, ჩემი სინდისი მიმოწმებს სულიწმიდაში, რომ დიდია ჩემ დამწუხარება და განუწყვეტელია ჩემი გულის ტანჯვა. ნეტავ მე თვითონ ყოფილიყავი ქრისტესაგან განდგომილი ჩემი ძმების ხორციელი ნათესავებისათვის, რომელნიც ისრაელიანები არიან და ეკუთვნით შვილება და დიდება, აღთქმანი და რჯულმდებლობა, მსახურებანი და დაპირებანი. მათნი არიან მამანი და მათგანაა ხორციელად ქრისტე, რომელიც არის ღმერთი ყოველთა ზედა, უკუნისამდე კურთხეული. ამინ. მაგრამ არა ისე, რომ ღვთის სიტყვა დაეცა, ვინაიდან ვინც ისრაელისაგან არის ყველა ისრაელიანი როდია და ყველა ვინც აბრაამის თესლია როდია მისი შვილი, ვინაიდან ნათქვამია ისაკში იქნება წოდებული შენი თესლი. ესე იგი არა ეს ხორციელი შვილები არიან ღვთის შვილები, არამედ აღთქმის შვილები ითვლებიან თესლად, რადგან ასეთი აღთქმის სიტყვა, როგორც ნათქვამია, ამ დროს მოვალ და სარას ეყოლება ძე. არა მხოლოდ ეს, არამედ რებეკასაც ერთისაგან ჩვენი მამის, ისაკისაგან ჩაესახა. ვინაიდან ჯერ კიდევ დაბადებულნი არ იყვნენ მისი შვილები და ჯერ კიდევ არაფერი ჰქონდათ გაკეთებული, კარგი ან ცუდი, რომ ღვთის განზრახვა მისი არჩევნის თანახმად მომხდარიყო. არა საქმეთაგან, არამედ მომწოდებლისაგან ეთქვა მას, უფროსი დაემონება უმცროს. როგორც წერია, შევიყვარე მე იაკობი, ხოლო ესავი შევიძულე. თუ ასე არ აღავთქვათ, ნუ თუ სამართლობა ღმერთთან, არამც და არამც, რადგან მოსეს ეუბნება, ვინც მსურს შევიწყალო შევიწყალებ და ვინც მსურს შევიწყნარო შევიწყნარებ. ამრიგად ეს დამოკიდებული არა მსურველზე და არა მცდელზე, არამედ შემწყალე ღმერთზე. ვინაიდან წერილი ეუბნება ფარაონს, სწორედ ამისათვის დაგაყენე შენ, რომ შენზე ვაჩვენო ჩემი ძალა, რათა განითქვას ჩემი სახელი მთელ დედამიწაზე. ამრიგად, ვინც სურს შეიწყალებს და ვინც სურს გააჯიუტებს. შენ მეტყვი, აბა რაღაც გვდებს ბრალს, მისნებას ვინ აღუდგება წინ? ვინ ახარ შენ, ადამიანო, რომ ეკამათები ღმერთს? განაქმნილება ეტყვის შემოქმედს, რატომ შემქმენიო ასე? ნუ თუ მეკეცეს უფლება არ აქვს თიხაზე, რომ თავისი მოზელილი თიხიდან ზოგი საპატიო ჭურჭელი გააკეთოს, ზოგიც უპატიო. მაშრა, თუ ღმერთი, რომელსაც სურს თავისი რისხვის ჩვენება და ძლიერების უწყება, მრავალი სულგრძელობით ითმენს დასაღუპად გამზადებულ რისხვის ჭურჭლებს, რათა გამოაჩინოს თავისი დიდების სიუხვე წყალობის ჭურჭლებზე, რომლებიც წინასწარ გაამზადა სადიდებლად. ჩვენზე, რომელთაც მოგვიწოდა არა მარტო იუდეველთაგან, არამედ წარმართთაგანაც. როგორც ოსიასთან ამბობს, არა ჩემს ერს ვეტყვი ჩემს ერად და არა საყვარელს საყვარლად. და იმ ადგილზე, სადაც მათ ეთქვათ, თქვენ ჩემი ერი არ ახართ, იქ ეწოდებათ ცოცხალი ღვთისძენი. ხოლო ესაია ღაღადებს ისრაელზე, ისრაელიანთა რიცხვის ზღვის ქვიშასაც რომ ედრებოდეს, ნაწილი გადარჩება, რადგან თავის სიტყვას ბოლომდე და დაუყოვნებლივ შეასრულებს უფალი დედამიწაზე. და როგორც თქვა ესაიამ წინასწარ, უფალ ცაბაოთს, რომ არ დაეტოვებინა ჩვენი თესლი, ვიქნებოდით სოდომელებივით და დავემსგავსებოდით გომორელებს. მაშ რაღა ვთქვათ? წარმართებმა, რომლებიც სიმართლეს არ მისდევენ, მიიღეს სიმართლე რწმენისაგან, ხოლო ისრაელმა, რომელიც სიმართლის რჯულს ეძებდა, ვერ მიაღწია სიმართლის რჯულს. რატომ? იმიტომ რომ რწმენაში კი არ ეძებდა, არამედ რჯულის საქმეებში, ვინაიდან შებრკოლდნენ შებრკოლების ლოდზე. როგორც წერია, აჰა, დავდებს სიონში შებრკოლების ლოდს და საცდურის კლდეს და ყოველი, ვისაც სამს იგი, არ შერცხვება. ძმებო, ჩემი გულის სურვილი და ჩემი ვედრება ღვთისადმი ისრაელისათვის არის, რათა გადარჩნენ. ვინაიდან ვუმოწმებ მათ, რომ აქვთ გულმოდგინება ღვთისადმი, ოღონდ არა შეგნებულად, რადგან ღვთის სიმართლე ვერ შეიცნეს და ცდილობდნენ საკუთარი სიმართლის დადგენას და ღვთის სიმართლეს არ დაემორჩილნენ. ვინაიდან ქრისტე რჯულის დასასრული ყოველი მორწმუნის გასამართლებლად. მოსე რჯულის სამართლიანობაზე წერს,
რომ მისი შემსრულებელი კაცი მისით იცოცხლებს. ხოლო რწმენის მიერი სამართლიანობა ასე ამბობს: ნუ იტყვი შენს გულში, ვინავა ზეცაში, ესე იგი ქრისტეს ჩამოსაყვანად. ანდა ვინ ჩავა უფსკრულში, ესე იგი ქრისტეს მკვდრით ამოსაყვანად. მაგრამ რას ამბობს იგი? ახლოა შენთან სიტყვა, შენს ბაგეში და შენს გულში, ესე იგი რწმენის სიტყვა, რომელსაც ვქადაგებთ. იმიტომ რომ თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, გადარჩები. ვინაიდან გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად. რადგან წერილი ამბობს: ყოველი მისი მორწმუნე არ შერცხვება. ამაში არ არის განსხვავება იუდეველსა და წარმართს შორის. ვინაიდან ერთი უფალი არის ყველაზე, ის უხვია ყველასათვის, ვინც მას მოუხმობს. რადგან ყოველი, ვინც უფლის სახელს მოუხმობს, გადარჩება. მაგრამ როგორ მოუხმონ მას, ვინც არ იწამეს? როგორ ირწმუნონ, ვის შესახებაც არ სმენიათ? როგორ მოისმინონ ქადაგებლის გარეშე? და როგორ იქადაგონ, თუ წარგზავნილები არ არიან? როგორც წერია, რა მშვენიერია სიკეთის მახარებელთა ფერხნი. მაგრამ ყველამ როდი ისმინა სახარება, რადგან ესაია ამბობს: უფალო, ვინ ირწმუნა ჩვენგან მოსმენილი? ამრიგად რწმენა მოსმენისაგან, ხოლო მოსმენა ქრისტეს სიტყვისაგან. მაგრამ ვამბობ, ნუ თუ არ მოусმენიათ, პირიქით, თელ დედამიწას მოედო მათი ხმა და ქვეყნის კიდეებს მათი სიტყვები. მაგრამ ვამბობ, ნუ თუ ისრაელმა არ იცოდა, პირველად მოსე ამბობს: მე გავაღვივებ თქვენ შიშურს არაერით, გაგარისხებთ უგუნური ერით. ხოლო ესაია გაბედულად ამბობს: მიპოვეს მათ, ვინც არ მეძებდა, გამოვეცხადე მათ, ვინც არ მკითხულობდა. ხოლო ისრაელს ეუბნება: თელ დღეს ვიწვდიდი ჩემს ხელებს ურჩი და გაუგონარი ხალხისაგან. მას ვამბობ, ნუ თუ ღმერთმა უარყო თავისი ხალხი. არამც და არამც, რადგან მეც ისრაელი ვარ, აბრაამის თესლისაგან, ბენიამინის ტომისაგან. არ უარუყვია ღმერთს თავისი ხალხი, რომელიც წინასწარ იცნო. განარიცით, რას ამბობს წერილი ელიას შესახებ, როგორც ჩივის ისრაელზე ღვთის წინაშე და ამბობს: უფალო, შენი წინასწარ მეტყველნი ამოხოცეს და შენი სამსხვერპლოები დაანგრიეს, დავრჩი მარტო მე და ჩემს მოკვლას ცდილობენ. მაგრამ რას ეუბნება მას ღვთის პასუხი? დავიტოვე მე ჩემთვის 7,000 კაცი, რომელთაც მუხლი არ მოიდრიკეს ბაალის წინაშე. ასევე ახლანდელ დროშიც მადლის მიერი ამორჩევით დარჩა ნატამალი. ხოლო თუ მადლით, უკვე არა საქმეებით, თორემ მადლი აღარ იქნება მადლი. ხოლო თუ საქმეებით იყო, ეს უკვე მადლი აღარ არის, თორემ საქმე აღარ არის საქმე. მაშ რა? რასაც ეძებდა ისრაელი ვერ მიაღწია, მხოლოდ რჩეულებმა მიაღწიეს, დანარჩენები კი გაგულქვავდნენ. როგორც წერია, მისცა მათ ღმერთმა უგრძნობლობის სული, თვალები, რათა არ ხედავდნენ, და ყურები, რათა არ ესმოდეთ დღევანდელ დღემდე. ხოლო დავითი ამბობს: მათი სუფრა იყოს მახე, ბადე და საცდური და მათთა მისაგებელი. დაიბინდოს მათი თვალები, რათა ვერ ხედავდნენ, ხოლო მათი ხერხემალი სამუდამოდ მრუდი იყოს. მას ვამბობ, იმდენად უნდა წაბორძიყვდნენ, რომ დაეცნენ. არამც და არამც, მაგრამ მათი დაცემით ხსნა იღირსა წარმართებს, რათა აღძრულიყო მათში შური. და თუ მათი დაცემა წუთისოფლის სიმდიდრეა და მათი დამცრობა წარმართთა სიმდიდრე, მით უმეტეს მათი სავსება. ხოლო თქვენ გეუბნებით წარმართნო, რამდენადაც წარმართთა მოციქული ვარ, ჩემს მსახურებას ვადიდებ. და შემძლებოდა შურის გაღვევება ჩემს ახლობლებში და ზოგიერთი მათგანის ხსნა. ვინაიდან თუ მათი განდევნა ღმერთთან წუთისოფლის შერიგება, აბა რაღა იქნება მათი მიღება, თუ არა სიცოცხლე მკვდართაგან. თუ პირველი ნაყოფი წმიდა, მაშ ცომიც, და თუ ფესვი წმიდა, მაშ რტოც. ხოლო თუ ზოგი რტო გადატყდა და შენ გარეულო ზეთისხილო, დაემყენ მათ ადგილას და გახდი ზეთისხილის ფესვისა და წვენის თანაზიარი, ნუ იამპარტავნებ რტოთა წინაშე. ხოლო თუ იამპარტავნებ, იცოდე, შენ კი არ გიკავია ფესვი, არამედ ფესს უკავი ხარ შენ. შენ იტყვი, რტოები გადატყდნენ, რათა მე დავემყნაო. კეთილი, ისინი გადატყდნენ, ვინაიდან არ სამდათ, შენ კი დგახარ რწმენით. ნუ გაამაყდები, არამედ გეშინოდეს.
ვინაიდან თუ ღმერთმა არ დაინდო ბუნებრივი რტოები, შენც არ დაგინდობს. ამრიგად ხედავ ღვთის სახიერებას და სიმკაცრეს დაცემულებზე და სახიერებას შენზე. თუ იდგები მის სახიერებაში, თორემ შენც მოიკვეთები. და ისინიც თუ უწმუნოებაში არ იდგებიან, დაემყნობიან, რადგან ღმერთს ძალუძს მათი კვლავმყნობა. ხოლო თუ შენ მოკვეთილი ხარ ბუნებით ველური ზეთისხილისაგან და არა ბუნებრივად დაემყნე კარგ ზეთისხილს, მით უმეტეს ესენი ბუნებრივები დაემყნობიან თავიანთ ზეთისხილს. რადგან არ მინდა ძმებო, არ იცოდეთ ეს საიდუმლო, რათა არ ეყრდნობოდეთ თქვენ სიბრძნეს. მანამდე ახლავს სიბრმავე ისრაელის ნაწილს, ვიდრე მთელი წარმართობა არ მივა ღმერთთან. ასე მთელი ისრაელი გადარჩება, როგორც წერია. მოვა სიონიდან მხსნელი და უღმერთოება სააცდენს იაკობს. ეს არის ჩემი აღთქმა მათთვის, როცა წარხოცავ მათ ცოდვებს. დიახ, სახარების მიხედვით ისინი მტრები არიან თქვენი გულისათვის, ხოლო ამორჩევის მიხედვით საყვარელნი მამების გულისათვის. ვინაიდან უცვალებელია ღვთის ნიჭი და მოწოდება. ისევე, როგორც თქვენ ოდესღაც ეურჩებოდით ღმერთს, ახლა კი შეწყალებული ხართ მათი ურჩობის გამო. ისე ახლაც ისინიც ურჩობენ იმისათვის, რათა ისინიც შეწყალებულნი იქნან იმ წყალობით, რომელიც თქვენ გეძლევათ. ვინაიდან ყველანი ურჩობაში ჩაკეტა ღმერთმა, რათა ყველანი შეიწყალოს. ღვთის სიმდიდრეთა და სიბრძნისა და შემეცნების სიღრმე, როგორიც ჩაუწვდომელნი არიან მისი სამართალნი და მიუკლეველნი მისი გზები. რადგან ვინ შეიცნო უფლის გონება? ვინ იყო მისი მრჩეველი? ან ვინ მისცა მას წინასწარ, რომ მიუძღოს? რადგან ყოველივე მისგან, მის მიერ და მის მიმართ არის. მას დიდება უკუნისამდე. ამინ. ამრიგად შეგაგონებთ ძმებო, ღვთის მოწყალებებით, რომ შესწირეთ თქვენი თავი ცოცხალ და წმიდა, ღვთისათვის სასურველ მსხვერპლად თქვენი გონივრული მსახურება. და ნუ დაემსგავსებით ამ წუთის ოფელს, არამედ შეიცვალენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ რა არის ღვთისმება, კეთილი, სასურველი და სრულყოფილი. ჩემთვის მოცემული მადლით ვეუბნები ყოველ თქვენგანს. თქვენს თავზე იმაზე მეტად ნუიფიქრებთ, ვიდრე უნდა ფიქრობდეთ. არამედ იფიქრეთ თავმდაბლურად, რწმენის საზომით, ღმერთმა რომ გიწილადათ თითოეულს. ვინაიდან ჩვენ ერთ სხეულში მრავალი ასო გვაქვს, მაგრამ ყველა ასოს როდი აქვს ერთი და იგივე საქმე. ასევე ჩვენ მრავალნი ერთ სხეულს შევადგენთ ქრისტეში, ხოლო ყოველი ჩვენგანი ასოები ვართ ერთი მეორისათვის. და გვაქვს მადლით სხვადასხვა ნიჭი ჩვენთვის მოცემული, თუ ქადაგება რწმენის მიხედვით, თუ მსახურება მსახურებაში, თუ დამოძღვრა დამოძღვრაში, თუ შემგონებელია შეგონებით, გამჩუქებელია უბრალოებით, უფროსია სიბეჯითით და ქველმოქმედია გულითადობით. სიყვარული იყოს უთვალთმაქცო, განერიდეთ ბოროტებას და მიეკარით კეთილს. ძმათ მოყვარეობაში ერთმანეთისადმი გულთბილი სიყვარულით, პატივისცემაში ერთმანეთს დაასწარით, იბეჯითეთ და ნუ დაიღლებით, სულით აღიგზენით, ემსახურეთ უფალს, იხარეთ იმედში, მომთმენნი იყავით გასაჭირში, ლოცვაში მდგრადნი, მონაწილეობა მიიღეთ წმიდათა საჭიროებაში, ესწრაფეთ სტუმართ მოყვარეობას, ლოცეთ თქვენი მდევნელები, ლოცეთ და მუწყევლით. მოხარულებთან იხარეთ და მოტირალებთან იტირეთ. ერთსულოვნება გქონდეთ ერთმანეთში, ქედმაღლობას ნუ გამოედევნებით, არამედ მიხევით მორჩილთ, ბრძენი ნუ გეგონებათ საკუთარი თავი, ნურვის ნუ მიაგებთ ბოროტის წილ ბოროტს, ცდილობდეთ კეთილს ყველა ადამიანის წინაშე. თუ თქვენის მხრივ შესაძლებელია, ყველა ადამიანთან მშვიდობიანად იყავით. შურს ნუ იძიებთ თქვენთვის, საყვარელო, არამედ ადგილი მიეცით უფლის რისხვას, ვინაიდან წერია, ჩემი აშურისგება და მე მივაგებ, ამბობს უფალი. ამიტომ თუ შენი მტერი მშიერია, დააპურე იგი, თუ სწურია, დაალევინე, ვინაიდან ამის გაკეთებით ნაკვერჩხლებს აგროვებ მის თავზე. არ დაგძლიოს ბოროტმა, არამედ ძლიერე ბოროტს კეთილით. ყოველი სული დაემორჩილოს უმაღლეს ხელმწიფებას, ვინაიდან არ არსებობს ხელმწიფება თუ არა ღვთისაგან, ხოლო არსებულნი ღვთის მიერ არიან დადგენილნი. ამიტომ ხელმწიფების მოწინააღმდეგე ეწინააღმდეგება ღვთის დადგენილებას, ხოლო მოწინააღმდეგენი მსჯავრს დაიტეხენ თავზე.
რადგან მთავარნი საშიშნი არიან არა კეთილი საქმეებისათვის, არამედ ბოროტთათვის. თუ გსურს, რომ ხელმწიფების არ გეშინოდეს, კეთილი აკეთე და ქებას მიიღებ მისგან. ვინაიდან იგი ღვთისმსახურია შენ დასასიკეთოთ, მაგრამ თუ ბოროტებას იქმ, გეშინოდეს, რადგან ტყუილად როდი ატარებს מחვილს, ის ღვთისმსახურია და რისხვით შურისმაძიებელი ბოროტმოქმედზე. ამიტომ ჩვენ უნდა დავემორჩილოთ არა მარტო რისხვის გამო, არამედ სინდისის გამოც. სწორედ ამისათვის იხდით ხარკებს, ვინაიდან ისინი ღვთისმსახურები არიან და დღენიადაკ ამას აკეთებენ. ამრიგად მიეცით ყველას, რაც ეკუთვნის, ვისაც ხარკი, ხარკი, ვისაც ბაჟი, ბაჟი, ვისაც შიში, შიში, ვისაც პატივი, პატივი. არავისი არაფერი დაგედოთ ვალად, გარდა ერთი მეორის სიყვარულისა, ვინაიდან სხვისი მოყვარული ასრულებს რჯულს, რადგან არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, არ იყო ცრუ მოწმე, არ ინდომო და სხვა რა მცნება შედის ამ სიტყვაში. გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი. სიყვარული ბოროტს არ უზამს მოყვას, ამიტომ სიყვარული რჯულის აღსრულებაა. მაშასე, იმოქმედეთ, რადგან იცით დრო, რომ დადგა დილისაგან თქვენი გამოღვიძების ჟამი, ვინაიდან ახლა უფრო ახლოა ჩვენი ხსნა, ვიდრე მაშინ, როცა ვირწმუნებთ. ღამე წავიდა და დღე მოახლოვდა. ამიტომ მოვიშოროთ სიბნელის საქმეები და შევიმოსოთ ნათლის საჭურველი. მოვიქცეთ თავდაჭერილად, როგორც დღისით, არა მსუნაგობით და ლოთობით, არა ავხორცობითა და თავაშვებულობით, არა ჩხუბით და შურით, არამედ შეიმოსეთ უფალი ქრისტე და ხორცზე ზრუნვას გულის თქმად ნუ გაიხდით. რწმენაში უმტკიცები მიიღეთ, ოღონდ არა საკამათოდ აზრთა გამო. ზოგს ჯერა, რომ ყველაფრის ჭამა შეიძლება, უმტკიცები კი მხოლოდ მწვანილეულს ჭამს. ვინც ჭამს, ნუ დაამცირებს იმას, ვინც არ აჭამ, და ვინც არ აჭამს, ნუ განიკითხავს იმას, ვინც ჭამს, იმიტომ რომ ღმერთმა მიიღო იგი. ვინ ხარ შენ, სხვისი მონის გამკითხველო? თავისი უფლის წინაშე იგი დგას, ან ეცემა, მაგრამ წამოყენებული იქნება, ვინაიდან ღმერთს ძალუც მისი წამოყენება. ზოგი დღეს დღისგან განარჩევს, ზოგი კი ყველა დღეს ერთნაირად განიკითხავს. ყველა თავის რწმენაში იყოს მტკიცე. ვინც იცავს დღეს, უფლისათვის იცავს, და ვინც ჭამს, უფლისათვის ჭამს, რადგან მადლობას სწირავს ღმერთს, ხოლო ვინც არ ჭამს, უფლისათვის არ ჭამს და მადლობას სწირავს ღმერთს. ვინაიდან არც ერთი ჩვენგანი არ ცოცხლობს საკუთარი თავისათვის და არავინ კვდება საკუთარი თავისათვის. ვინაიდან თუ ცოცხლობთ, უფლისათვის ცოცხლობთ და თუ კვდებით, უფლისათვის კვდებით. და ამიტომ ცოცხლობთ თუ კვდებით, უფლისანი ვართ. რადგან იმისათვის მოკვდა ქრისტე და გაცოცხლდა, რომ იუფლოს მკვდრებზეც და ცოცხლებზეც. მას შენ რატომ განიკითხავ შენს ძმას? ან და რატომ ამცირებ შენს ძმას? ჩვენ ხომ ყველანი წარვდგებით ღვთის სამჟავროს წინაშე. რადგან წერია, მე ცოცხალი ვარ, ამბობს უფალი. ჩემს წინაშე მოიდრიკება ყოველი მუხლი და ყოველი ენა აღიარებს ღმერთს. ამრიგად, ყოველი ჩვენგანი საკუთარი თავისათვის ანგარიშ ჩააბარებს ღმერთს. ამიტომ ნუღარ განვიკითხავთ ერთმანეთს, არამედ იმსჯელეთ იმაზე, რომ ძმამ ძმა არ დააბრკოლოს და არ აცდუნოს. მე ვიცი და მწამს უფალი ესოში, რომ არაფერია უწმინდური თავისთავად, მხოლოდ მისთვის არის უწმინდური, ვინც არაწმიდად ჩათვლის რამეს. თუ საჭმლის გამო შეწუხდება შენი ძმა, შენ უკვე აღარ იქცევი სიყვარულით. შენი საჭმლით ნუ დაღუპავ მას, ვისთვისაც მოკვდა ქრისტე. დასაგმოვი ნუ გახდება თქვენი სიკეთე. ვინაიდან ღვთის სასუფეველი საჭმელ-სასმელი კი არ არის, არამედ სიმართლე, შვიდობა და სიხარული სული წმიდაში. ხოლო ვინც ამით ემსახურება ქრისტეს, იგი სასურველია ღვთისათვის და მოსაწონი ადამიანთათვის. მას ვესწრაფოთ იმას, რაც მშვიდობასა და ერთმანეთის აღშენებას ემსახურება. საჭმლისათვის ნუ დაარღვევ ღვთის საქმეებს. ყოველივე წმიდაა, მაგრამ ბოროტია იმისათვის, ვინც შებრკოლებით ჭამს. უმჯობესი არ აჭამო ხორცი, არ დალიო ღვინო და არც სხვა რამ, რითაც შენი ძმა შებრკოლდება. გააქვს რწმენა, გქონდეს შენთვის ღვთის წინაშე. ნეტარია ის, ვინც თავის თავს არსდებს მსჯავრს იმის გამო, რასაც ირჩევს. ვინც ეჭვობს ჭამისას, დამნაშავეა, ვინაიდან რწმენით არ იქცევა,
ხოლო ყოველივე რაც რწმენით არაა, ცოდვაა. ხოლო მას, ვისაც ძალუც თქვენი განმტკიცება ჩემი სახარების და იესო ქრისტეს ქადაგების მიხედვით, იმ საიდუმლოს გამოცხადებით, რომელიც უკუნითიდან მიდუმებული იყო, ხოლო ახლა გაცხადებულია წინასწარმეტყველური წერილებით. მარადიული ღვთის ბრძანებით ეუწყა ყველა ერს, რომ დაემორჩილონ რწმენას. ერთადერთ ბრძენ ღმერთს, იესო ქრისტეს მეშვეობით. დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ხოლო ჩვენ ძლიერთ ვმართებს ვზიდოთ უსუსურთა უძლურება და არ ვეძებოთ საკუთარი თავის სიამე. ყოველი ჩვენგანი უნდა აამებდეს მოყვას სასიკეთო ახშენებისათვის. ვინაიდან ქრისტეც არ ეძებდა სიამეს თავისთვის, არამედ როგორც წერია, შენი მლანძღველების ლანძღვა დამატყდა მე, რადგან ყოველივე, რაც წინათ დაიწერა, ჩვენს სასწავლებლად დაიწერა, რათა მოთმინებით და წერილთა ნუგეშით ვქონდეს იმედი. ხოლო მოთმინებისა და ნუგეშის ღმერთმა მოგცეთ თქვენ ერთმანეთში ერთსულოვნება ქრისტე იესოს მიერ. რათა ერთსულოვნად, ერთი პირით ადიდოთ ღმერთი, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მამა. ამიტომ მიიღეთ ერთმანეთი ისევე, როგორც ქრისტემ მიგიღოთ თქვენ ღვთისადიდებლად. ხოლო მე ვამბობ, რომ ქრისტე გახდა წინადაცვეთილთა მსახური ღვთის ჭეშმარიტებისათვის, რათა შესრულებული იყო მამებისათვის აღთქმული. და რათა წარმართებს განედიდებინათ ღმერთი შეწყალებისათვის, როგორც წერია. ამისათვის გაღიარებ წარმართებს შორის და ვუგალობებ შენ სახელს და კვლავ ამბობს. იხარებდეთ წარმართნო მის ხალხთან ერთად და კვლავ. წარმართებო, აქებდეთ უფალს და ხალხებო, ადიდებდეთ მას. და კვლავ ესაია ამბობს. იყოს იესეს ფესვი, რომელიც აღდგება წარმართებს საუფლოდ. მის იმედი ექნება წარმართებს, ხოლო იმედის ღმერთმა აგავსოთ ყოველგვარი სიხარულით და მშვიდობით რწმენაში, რათა სულიწმიდის ძალით იუხვოთ იმედში. და თვითონ მეც, ძმანო, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ თვითონაც სავსე ხართ სათნოებით, სავსე ხართ ყოველგვარი შემეცნებით და ძალგით ერთმანეთის დარიგება. მაგრამ ცოტა გავკადნიერდი, როცა გწერდით აქა-იქ, როგორც თქვენ და მის შეხსენებას ღვთის მიერ ჩემთვის მოცემული მადლით. ვიყო იესო ქრისტეს მსახური წარმართებთან და ღვთის სახარების მღვდელმსახური, რათა წარმართა შესაწირავი იყოს სასურველი და სულიწმიდის მიერ წმიდა. ამიტომ ძალმით ვიქო ქრისტე იესოში ღვთის წინაშე. რადგან ვერ გავკადნიერდები ვილაპარაკო ისეთი რამ, რაც არ გაუკეთებია ქრისტეს ჩემი მეშვეობით წარმართთა დასამორჩილებლად სიტყვით და საქმით, ნიშნებისა და სასწაულების ძალით, ღვთის სულის ძალით, ისე რომ იერუსალიმიდან და მისი შემოგარენიდან ილურიკამდე გავავრცელე ქრისტეს სახარება. თანაც ვცდილობდი მეხარებინა არა იქ, სადაც უკვე ცნობილი იყო ქრისტეს სახელი, რათა არ მეშენებინა სხვის საძირკველზე, არამედ როგორც წერია, ვისთვისაც არ გამოუცხადებიათ, დაინახავენ და ვისაც არ მოусმენია, მიხვდებიან. ამის გამოც იყო, რომ მრავალგზის შემიფერხდა თქვენთან მოსვლა. ხოლო ახლა, როცა ჯერ კიდევ არა მაქვს ადგილი ამ მხარეებში, ხოლო მრავალი წელია მსურს თქვენთან მოსვლა, როგორც კი დავაპირებ ესპანეთში გამგზავრებას, გამოგივლით, ვინაიდან ვიმედოვნებ, რომ გნახავთ გავლისას და თქვენ გამაცილებთ იქ და ერთხანს მაინც დავტკბები თქვენთან ყოფნით. ხოლო ახლა იერუსალიმში მივდივარ წმიდათა სამსახურად, რადგან მაკედონიამ და აქაიამ ინებეს მოწყალების მიცემა ღარიბი წმიდებისათვის, რომლებიც იერუსალიმში არიან. ინებეს და მოვალენიც არიან მათ წინაშე, ვინაიდან თუ წარმართები ეზიარნენ მათ სულიერში, ხორციელადაც უნდა მოემსახურონ მათ. ამრიგად, როცა დავამთავრებ ამას და ბეჭედს დავასვამ მათ ნაყოფს, თქვენთან გამოვლით წავალ ესპანეთისაკენ. ხოლო ვიცი, რომ თქვენთან მოსვლისას მოვალ ქრისტეს სახარების სრული კურთხევით. შეგაგონებს თქვენ, ძმანო, ჩვენი უფლით, იესო ქრისტეთი და სული სიყვარულით, ჩემთან ერთად იბეჯითოთ ჩემთვის ღვთისადმი ლოცვებში, რათა გადავურჩევ უწმუნოებს იუდეაში და წმიდათვის სასიამოვნო იყოს ჩემი სამსახური იერუსალიმისათვის. რათა სიხარულით მოვიდეთ თქვენთან ღვთის ნებით და დავისვენოთ თქვენთან. შვიდობის ღმერთი იყოს ყველა თქვენგანთან. ამინ. აჰა, წარმოგიდგენთ ჩვენს დას ფიბეს, რომელიც არის კენქრელთა ეკლესიის მსახური, რათა მიიღოთ იგი უფალში,
როგორც წმიდებს შეეფერება და დაეხმაროთ ყველაფერში, რაც დაჭირდება თქვენთან. ვინაიდან ისიც ბევრის შემწე იყო და პირადად ჩემიც. მოიკითხეთ პრისკილა და აკვილა, ჩემი თანამშრომელნი, ქრისტე იესოში, რომელნიც თავს სწირავდნენ ჩემი სიცოცხლისათვის და რომელთაც არა მარტო მე ვემადლიერები, არამედ წარმართთა ეკლესიებიც და მათი საშინაო ეკლესიაც. მოიკითხეთ ჩემი საყვარელი ეპენატოსი, რომელიც აზიაში პირველი ნაყოფია ქრისტესათვის. მოიკითხეთ მარიამი, რომელმაც ბევრი იშრომა თქვენთვის. მოიკითხეთ ანდრონიკე და იუნია, ჩემი ნათესავები და ჩემი თანატყვეები, რომელნიც განთქმული არიან მოციქულებს შორის და ჩემზე უწინათ ირწმუნეს ქრისტე. მოიკითხეთ ამპლიასივ, ჩემი საყვარელი უფალში. მოიკითხეთ ურბანოსი, ჩვენი თანამშრომელი ქრისტეში და ჩემი საყვარელი სტაკისი. მოიკითხეთ ქრისტეში გამოცდილი აპელესი. მოიკითხეთ არისტობულეს შინაურნი. მოიკითხეთ ჩემი ნათესავი იროდიონი. მოიკითხეთ ნარკისუსის შინაურნი, უფალში მყოფნი. მოიკითხეთ უფალში მშრომელები, ტრიფენა და ტრიფოსასი. მოიკითხეთ საყვარელი პერსისი, რომელმაც ბევრი იშრომა უფალში. მოიკითხეთ უფალში რჩეული რუფუსი და დედა, მისი და ჩემი. მოიკითხეთ ასინკრიტესი, ფლეგონი, ερμასი, პატრობასი, ჰერმასი და მათთან მყოფი ძმები. მოიკითხეთ ფილოლოგოსი და იულია, ნირიასი და მისი და ოლიმპასი და მათთან მყოფი ყველა წმიდა. მოიკითხეთ ერთმანეთი წმიდა ამბორით, მოკითხვას გითვლით ქრისტეს ყველა ეკლესია. შეგაგონებთ ძმანო, მოერიდეთ მათ, ვინც განხეთქილებასა და საცდურს ქმნის წინააღმდეგ იმ მოძღვრებისა, რომელიც თქვენ ისწავლეთ და ზურგი აქციეთ მათ. ვინაიდან ასეთი ადამიანები ემსახურებიან არა ჩვენს უფალს იესო ქრისტეს, არამედ თავიანთ მუცელს და ლამაზი სიტყვებით და მოფერებით აცდენენ უმანკოთა გულებს. რადგან თქვენი მორჩილება ყველასათვის ცნობილია, ამიტომ მოხარული ვარ თქვენს გამო, მაგრამ მინდა რომ ბრძენი იყოთ სიკეთისათვის და უბრალონი ბოროდისათვის. ხოლო მშვიდობის ღმერთი მალე თქვენს ფერხთით შემუსრავს სატანას, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი თქვენთანაა. ამინ. მოკითხვას გითვლიან ჩემი თანამშრომელი ტიმოთე და ჩემი ნათესავები, ლუკიოსი, იასონი და სოსიპატროსი. მოკითხვას გითვლიან უფალში ტერტოსი, რომელმაც დავწერე ეს წერილი. მოკითხვას გითვლიან ჩემი მასპინძელი გაიოზი და მთელი ეკლესია. მოკითხვას გითვლიან ქალაქის ხაზინადარი ერასტოსი და ძმა კვარტოსი. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი ყოველ თქვენგანთან. ამინ.